2014 წელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზი. იმ დროს ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ხდომა სასტარტო ნიშნულად იქცეოდა, საიდანაც დაიწყო მსოფლიოში პირველი უნიკალური პროექტი, რომლის საბოლოო შედეგიც C ჰეპატიტის ელიმინაცია უნდა გამხდარიყო. პროექტი, რომლის განხორციელების პატივიც საქართველოს ერგო წილად. და მართლაც, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მკურნალობაში ჩაერთო 88,000-ზე მეტი პაციენტი, რომელთა 99%-ში ანტივირუსული თერაპიის შედეგად სრული გამოჯამრთელება იქნა მიღწეული. და ეს მაშინ, როცა მკურნალობის გარეშე თითოეული მათგანი ლეტალური გამოსავლისთვის იყო განწირული. დღეისთვის მიღებული შედეგების საფუძველზე უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამამ უპრეცედენტო როლი შეასრულა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. მაშასე, კიდევ ერთხელ იმ ინფექციური დაავადების შესახებ, რომელიც არც თუ შორეულ წარსულში ნამდვილ ვერდიქტს წარმოადგენდა ინფიცირებული ადამიანებისთვის. C ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. საქართველოში პაციენტებს მკურნალობენ ავტორიზებული მაღალეფექტური პრეპარატებით. მკურნალობის პერიოდი საშუალოდ 3 თვეს შეადგენს. C ჰეპატიტის დროული მკურნალობა ღვიძლის ნებისმიერი ხარისხით დაზიანების ფიბროზის შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მასშტაბურობა საქართველოს ათასობით მოქალაქეს საშუალებას აძლევს უფასო სამედიცინო სერვისებით ისარგებლოს. ამ პროგრამის ფარგლებში სადღეისოდაც ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირებულობის, ცნობადობის ამაღლების კამპანია, საინფორმაციო შეხვედრები და უფასო სკრინინგ აქციები საზოგადოების სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებში. დედაქალაქი და რეგიონები, კერძო თუ სახელმწიფო კომპანიები, საჯარო თუ კომერციული დაწესებულებები. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა აღწევს ყველგან, სადაც ამის საჭიროებაა, სადაც ჭირდებათ ინფორმაციის მიწოდება, არსებული ცოდნის ამაღლება, განათლება. ამ უკანასკნელის უზრუნველსაყოფად კამპანია იცოდეს ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, საინფორმაციო აქტივობა ჩატარდა. კოლეჯი ბარაკონი. რუსთავის სკოლა მილენიუმი. იყო პერიოდი, როდესაც ხელმისაწვდომობა საერთოდ არ იყო დიაგნოსტიკა მკურნალობაზე C ჰეპატიტის და ეხლა როდესაც ესეთი ფუფუნება გვაქვს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს. და განსაკუთრებით ბავშვებთან, იმიტომ ეს საჭირო, რომ ჩვენ აქ პრევენციის გზებზეც ვლაპარაკობთ, რისკის ჯგუფებზეც მიუთითეთ, რომ სად უფრო მეტად აგავრცელებული, ესეც რა საკვირველია ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ ბიძგებას და პრევენციას ემსახურება. სკოლაში უბრალოდ ვცდილობთ, რომ სასკოლო საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული ასეთი ტიპის აქტივობებში, იმიტომ რომ პრევენცია ყველაფრის საუკეთესო გამოსავალია როგორც წესი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი. ბოლნისში ვიმყოფებით საინფორმაციო კამპანიის იცოდეს ფარგლებში, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივაწვდინოთ ხმა, რომ ეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მუშაობს, ჯერ კიდევ მუშაობს და აქვს საშუალება, რომ ისარგებლოთ ამ უნიკალური პროგრამით. ჩვენ დავდივართ ჩვენს ბრიგადასთან ერთად, რომლებიც სკრინინგულ კვლევას აწარმოებენ და მსურველებს, მოსახლეობას და შეხვედრის დამსწრეებს ვუტარებთ სკრინინგს, რათა უკეთესად იცოდნენ საკუთარი სტატუსი.
მომდინარე იქიდან რომ ჰეპატიტს არ აქვს სიმპტომატიკა გამოვლინება, თუ ეს არ არის უკვე შორეულ სტადიაზე გადასული არ არის, მნიშვნელოვანია ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარება, რომ გავიგოთ და დავაზუსტოთ ჩვენი სტატუსი CES მიმართ. დროულად მოხდეს ამისი გამოვლენა და დროულად მოხდეს მკურნალობაში ჩართვა, რაც მკურნალობაში დროული ჩართვა კი გარანტიაა გამოჯამრთელების. მოუწოდებთ ყველას რომ ჩაერთონ და ჩაიტარონ ეს ჰეპატიტის სკრინინგი, რომელიც არის ძალიან მარტივი, კაპილარული სისხლით კეთდება თითში ერთი ჩხვლეტით, რომლითაც შესაძლებელია რომ გავიგოთ ჩვენი სტატუსი CES შესახებ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კერძო სკოლა თამარიონი. საკონდიტრო კომპანია სანდომი. სკრინინგ აქციებისა და საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების ჩართულობას ეთმობა. სწორედ ამიტომ შეხვედრების მნიშვნელოვანი ნაწილი სტუდენტებთან და მოსწავლეებთან გაიმართა. ნებისმიერი ვირუსული დაავადების მიმართ მოსახლეობაში მკურნალობის შედეგი თუ გვინდა იყოს მაქსიმალურად მიზანთან მიახლოებული, უნდა გქონდეს ცნობიერება ძალიან მაღალი. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა გვაქვს სწორედ ჰეპატიტთან მიმართებით და სწორედ ამას ცდილობს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაქსიმალურად დაამაღლოს ცნობიერება მოსახლეობაში. მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ამ პროგრამით სარგებლობისთვის და ჩვენ თუ გვექნება იმ ინფორმაცია, რომლითაც შევებრძოლებით ამ ვირუსს, შედეგი გვექნება ზუსტად ამ კამპანიის სახელში, რაც იგულისხმება ელიმინაცია, ანუ მთლიანად გავაქრობთ ამ ვირუსს. ამრიგად, საქართველოში ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა წარმატებით განაგრძობს მუშაობას. მისი საბოლოო მიზანია არამხოლოდ დაავადების სრულად აღმოფხვრა ელიმინაცია, არამედ საზოგადოებაში ჯანსაღი მისწრაფებებისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ჯანმრთელი თაობების გენერაციას და საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყებას საქართველოს მოსახლეობის გაჯანსაღებისთვის.